და მე ასე უკეთებდი და ასე. დიმა, ეს კალათბურთელი არ არის. ხო, დიმა, ეს არტომია, შენი მეგობარი. არტომ, ბოდიში, დღეს გიჟი ვარ. დიმა, დამშვიდდი, ახლა რჩევას მოგცემ, როგორც მეგობარი მეგობარს. დაივიწყე ეგ დიანა და მე ალენკას გაგაცნო. არც ერთ ალენკასთან არ მინდა, მე დიანასთან მინდა ყოფნა, თან მის მშობლებს ვიცნობ, კარგად მეკცევიან. იდეა მოქვს. ვაიმე,იანა, შეხედე, კიდე აქ ველოდებიან. კოსტა დააკვირდი, ახლა მაინც დიანას გაეკიდება. დიანა, მოდი აქ, მომისმინე, ყურადღებას არ მაქცევ, მაიგნორებ. მისმინე დიმა, ხელები მომაშორე. ესე იგი მორჩა ხო ყველაფერი დიანა, დღეს დედა შენს ურეკავ და ვეუბნები რომ სკოლა მიატოვე და ვიღაც კალათბურთელს მისდევ. მისმინე დიმა, რას ნიშნავს დედა ჩემს დაურეკავ? ნუ მატყუებ და საერთოდ ვინ გონია შენ საკუთარი თავი? ვიტყუები? ახლა დაურეკავ. სად არის დეიდა იუნონა, დედამთილი? დიმა, დედა ჩემის ტელეფონის ნომერზე სიდედრი გიწერია? სიდედრი, რა ხო არ გაგიჟდი? შენზე დაქორწინებას საერთოდ არ ვაპირებდი. არ აპირებდი დაქორწინებას? ნახავ. დიმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა ხარ, მაინც აჭარბებ. დაგვენებე თავი ჩვენს და ჩვენს კალათბურთელებსაც. ხო, დიმა, დღეს დედა ჩემს ვეტყვი, რომ საკუთარი დედით მაშინებდი და სხვათა შორის ძალიან მადლიერი ვარ, რომ დაგშორდი. რამხელა ხმაურია და ჩხუბი არა. იანა, ყველგან გეძებ. არტომი აქ არის, ახლა დაიწყებ. დიმა დიანას გაუმკლავდება, არტომი კიდე იანას. ამ ბოლო დროს ამ სკოლაში სიგიჟია. არტომ, აქ ხარ, იანამაც უნდა მოიწესრიგოს ტვინი. რა თქვი? იანა, ბოლოჯერ, ჩემთან ერთად იქნები? არა. ხვდები რომ ის შენზე უფროსია. მე რა, მინდა რომ მასთან ლაპარაკი ჯერ არ გისწავლიათ და თქვენ კიდე უკვე კალათბურთელებს დასდევთ. ხო, მე შევხვდები კალათბურთელს, იმიტომ რომ ის უფროსია და ჩემი დაცვა შეუძლია, შენგან განსხვავებით, ბავშვო. ხო, და სხვათა შორის, თუ დღეს არ მოგშორდებით, მაშინ ჩვენ კალათბურთელებთან წავალთ და ყველაფერს მოუყვებით და ძალიან დიდი პრობლემა შეგექმნებათ. ხო, და დავიწუწუნებთ, ამიტომ ჯობია არ შეგვეხოთ. შეხედე დიანა, ეს კალათბურთელები თქვენ არც გიყურები. უკვე არანორმალურები ვიც დასდევთ უკან. არა ბიჭებო, გონება საერთოდ დაკარგეთ? ფიქრობთ რომ მაგრები ხართ ჩემი და იანას დაჩაგვრისთვის? ხო, და თავი დაგვანებეთ, ბოლოჯერ გეუბნებით, თქვენთან ერთად არ ვიქნებით. არა, კარგი ბიჭებო, დატოვეთ, მაგათთან ლაპარაკს აზრი არა. კოსტამ დაარტემა საბოლოოდ გადაწყვიტეს ჩვენი დაცვა. ხო, 6 თვეც არ გასულა. კარგი, წავიდეთ აქედან, აღარ შემიძლია ამათი ყურება. დიანა, სად მიდიხარ? არ შევთანხმებულო. იანა, აქეთ მოდი. საშინელებაა, ველურები არიან. ხო, ნამდვილად. საერთოდ როგორ დავდიოდით მაგათთან ერთად? გამარჯობა. დიანა, გადაწყვიტა რომ გამარჯობა გვითხრა? ხო, მეგონა არ გველაპარაკებოდი. არ იცოდი რომ ის მხოლოდ დიანასთან ერთად დადის, თავის საუკეთესო მეგობართან. ხო, და გოგოებო, დიანას მხოლოდ მე-11 კლასელი ბავშვები მოწონს. ღმერთო ჩემო, ქალების ეჭვიანობა რა საშინელია. ხო, ბავშვებო, თქვენ აღარ მეუბნებით გამარჯობას? იანა, შენ გვიღალატე, ახლა მხოლოდ დიანასთან დადიხარ. ხო, მოღალატე ხარ. იანა, აღარ ხარ ჩვენ სამეგობროში. ჩვენ ახალი ლიდერი გვყავს. მე. გარემოებები ძალიან სწრაფად იცვლება. თქვენ რა ბავშვებო, სულ გაგიჟდით? და გავიწყდათ რომ მე კარგი რაღაც გაგიკეთეთ. საერთოდ თქვენთან საქმეს რატომ ვიჭერ? ახლა შეყვარებული ვარ და გული სავსე მაქვს. საერთოდ დაივიწყეთ რომ მე კარგ რაღაცას გიკეთებდით. ხო, იანა, წავიდეთ. ხო, ისე მარიუსა, რატომ არ გვიღებ შენ ბანდაში? ხო, მარიუსა, მე ძალიან ძლიერი ვარ. ხო, და მე სწრაფი ვარ. არა, ჩვენ არ გვჭირდება მე-9-ასთან კონტაქტი საერთოდ. ხო, დიანას მეგობრები არ გვჭირდება. იმის მიუხედავად რომ ყოფილი ხარ. კარგით გოგოებო, მე მაქვს იდეა. მოდით ჩვენი ბანდა ჩამოვაყალიბოთ. მე თანახმავარ კი, მე თანახმავარ. ოღონდ მე ვიქნები ლიდერი. არა, ნასტია, შენ რატომ მე ვიქნები? მოიცადე ჯული, რატომ შენ და ნასტია მე ვიქნები ლიდერი? ჯობია მე ვიყო, გაჩერდით? გაჩერდით. ვისი იდეა იყო საერთოდ? ჩემი. ამიტომ მე უნდა ვიყო ლიდერი. გასაგებია? მე უნდა ვიყო ლიდერი. მე უნდა ვიყო ლიდერი. ჩემი იდეა იყო, არ გესმის? მე უნდა ვიყო, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი ვარ. მე ვარ მე. საერთოდ ჩემი იდეა იყო ეს. რატომ შენ და არა მე? მეც აქ ვარე. იანა, აქ ხარ? ხო, დიანა, აქ ვარ, შენთან ერთად მოვედი. კარგი, იანა, მისმინე. ესე იგი, უნდა ვაიძულოთ ეს კალათბურთელები, რომ ჩვენთან ერთად გავიდნენ გარეთ. გაიგე? დიანა, როგორ უნდა ვაიძულოთ? საერთოდ არაფრის გაკეთება არ უნდათ. იანა, ვერ ხვდები? სხვა გამოსავალი არ გვაქვს. აუცილებლად უნდა გავიდნენ ჩვენთან ერთად. იმიტომ რომ სხვა არჩევანიც არ გვაქვს. შენ ბანდიდან გამოგაგდეს, ჩემი საუკეთესო მეგობრები მე არ მელაპარაკებიან და ამის შემდეგ რა მოხდება? მოკლედ, ძალიან გვჭირდება და უნდა ვაიძულოთ ყველნაირად, რომ ჩვენთან იყვნენ. და დიანა, რა გავაკეთოთ? არ უნდათ ჩვენთან გასვლა. იანა, ცხოვრებაში არ უნდათ, ნამდვილ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც გააკეთებენ ამას, ითამაშებენ. უფასოდ არა, ფულს გადავუხდით. დიანა, ეს როგორ წარმოგიდგენია?
როგორ და ჩუმად წავედით, ახლა უნდა დაველაპარაკოთ. ხო, კარგი, წამო. ყოველ შემთხვევაში, Yana, ახლა წავალთ და დაველაპარაკებით როგორც ზრდასრულები. ხო, მათენაზე უნდა დაველაპარაკოთ. მართალია და მივალთ და ვეტყვით. ბიჭებო, კალთბურთელებო, თქვენთან შემოთავაზება გვაქვს. ბიზნეს შემოთავაზება. ხო, ფულით მოვედით. ხო, ჩვენთან ფულის გამო იქნებით. ხო, და მე წარმოიდგინე როგორ პატივში ვიქნებით. ჩვენი ძველი მეგობრები, ჩემი ბანდა, ჩვენი ყოფილი შეყვარებულები. მართალია, ყველა შოკში იქნებიან. ხო, ამის ნახვა მინდა. ხო, კარგი, წამო Yana. კარგით ბიჭებო, ახლა კარიდან არ გაგვაგდოთ. ხო, თქვენთან საქმიანი შემოთავაზებით მოვედით. კი, ფულის სანაცვლოდ. ამათ შეხედა ჯერ უკან მოგზდევდნენ და ახლა კიდე რაღაცას გვთავაზობენ. ხო, ფულის გამო. მოკლედ, მთელმა სკოლამ ზურგი შეგვაქცია. ხო, იმიტომ რომ თქვენ შეგვიყვარდით და ჩვენ შემოთავაზებით მოვედით. ჩვენთან უნდა იყოთ ფულის სანაცვლოდ. ხო, და კვირაში $100 გადაგიხდით და სანაცვლოდ თქვენ უბრალოდ თავი უნდა მოიკატუნოთ, თითქოს ჩვენ შეყვარებულები ხართ. ისე რაღაცნაირი მაცდური შემოთავაზებაა. $100 სანაცვლოდ რა უნდა გავაკეთოთ? კარგად ხარ? არ იცი როგორ უნდა იყო გოგოსთან როგორც ზრდასრული ბიჭი? Yana, აუხსენი. მოკლედ ასე იქნება, ჩვენ ჩავეხუტებით და ვაკოცებ. ხო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ყოფილი შეყვარებულები და მეგობრები იქნებიან. ხო, და ჩემი ბანდაც. მართალია. კარგი, მართლა მარტივია. ესე იგი $100 კვირაში? ამდენი ფული გააქვთ? რა თქმა უნდა გვაქვს. აიღეთ. კარგი, თანახმავართ. როდის უნდა დავიწყოთ ერთად ყოფნა? რას გულისხმობ როდის? გაკვეთილების შემდეგ, დასვენებაზე. აბა, იღებთ. კარგი და რომელი ხარ თვითონ ჩემი შეყვარებული? შენ ჩემთან იქნები და შენ ჩემი იქნები ბროვასტი. ანუ ახლა თქვენს ყოფილებს უნდა დავენახოთ? ხო. ოღონდ ბიჭებო, იმედები არ გაგვიცრუოთ. ხო, თორემ ჩვენ $100 უკან ავიღებთ. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. ფრთხილად, მართლა ერთად ხო არ ვართ? ხო, სინამდვილეში არა. ბროვასტი, ჩემს თავს შენი იღლიის ქვეშ ნუმადებინებ, არ არის კარგი შეგრძნება. კარგით გოგოებო, მე ვიქნები ბანდის ლიდერი. არა, შენ არ იქნები. კი, ვიქნები მეთქი. ნახეთ, მოდიან. გოგოებო, შეხედეთ, ისინი ერთმანეთს უკვე ხვდებიან. ხო, რა არეულობა. ხო, Yana-ს ცოტა მშურს, უკვე კალათბურთელს ხვდება. მე არ მშურს. იცით რა გოგოებო? თუ Diana ამ კალათბურთელთან არის, მე Dimas-თან ვიქნები და ძალიან ეტკინება გული. რა? ჯიჯი, ეჭვიანობა. სხვათა შორის Yana-სი და Diana-სი მეც. კარგი გასაგებია, Dima უნდა დაიტანჯოს და დაიტანჯოს. დეიდა იონონას სახელი უნდა შეცვალოს ყოფილ დედამთილად. იცით რა, Dimas-თან და არტომთან უნდა მივიდეთ და ვუჩივლოთ. ხო, გამოვიდნენ და შეხედონ თავიანთ ლამაზმანებს. Diana მგონი მუშაობს, ხო, წავედით. აბა Dima, მზად ხარ კალათბურთელების ცემისთვის? ორივესთვის მზად ვარ ერთი მარცხენათი. აი ბიჭებო, თქვენს გოგოებს შეხედეთ. არტომ, მივხედავ ეხლა ამას. კარგი Dima, თავი შეიგავე. მოიცა არტომ, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. დეიდა იონონა, შეხედეთ თქვენი Diana რას აკეთებს. სკოლიდან წავიდა და ახლა კალათბურთელებს დასდევს. დეიდა ანია, შეხედეთ თქვენი Yana რას აკეთებს სკოლაში. თავის კალათბურთელ შეყვარებულთან ერთად გაკვეთილებს აცდენს. დეიდა იონონა, Diana გაკვეთილზე არ შედის ამ კალათბურთელის გამო. სახლში კარგად მიხედეთ, რომ გაკვეთილი ისწავლოს. ხო, დეიდა ანია, მინდა აიძულო Diana, რომ მიატოვოს კალათბურთელი და ისევ ჩემთან ერთად იყოს. რა? Dima, შენ მიღებ? ხო, გეშინიათ რომ მოხვიდეთ და მართლა გაუმკლავდეთ? მართალია. Dima, თუ ამ პატარასთან ისევ მოხვალ, ჩემ თავს გარანტიას ვეღარ მივცევ. გაიგე, გრძელო, გადადე ტელეფონი, თორემ მაგასაც დაკარგავ. ეს გაიგე გრძელფეხება მოდელო? Dima, შენთვისაც არის და ჩვენ ბიჭებს ამის გაკეთება მართლა შეუძლიათ. მან გაჩერდით, დისტანცია დაიკავეთ. აბა ცადე აქ მოსვლა. არ იცნობ დედა ჩემს, დაურეკავ და ყველა მკვდარი ხარ. ბოლოჯერ გეუბნები, ტელეფონი გადადე. Diana და მე ერთად ვარ. გაიგეთ და დღეს სმაილი კი დედა ჩემს ხვდება. და მაღალო, აიღე დედა შენი სკაბა და დაიმალე. ხო, დედამისით ყოველთვის მაშინებდა. Diana, სერიოზულად ამბობ? ხო, დედით ყოველთვის მაშინებდა. კოშმარებიც კი მქონდა მასზე. კარგით, წავიდეთ აქედან ბიჭებო, მათთან საქმე არ გვაქვს. გოგოებო, იცით რა? გადავწყვიტე, რომ არტემთან მინდა ყოფნა მე-10 ჯიდან. შენ არტემი და შენი თავი ნანახი ყავს? ხო, ნახე?
ხო, მის მაღალია. მე რა, სიყვარულის ბრმა. კარგი, მაშინ მე კოსტასთან ვიქნები. მარიუსა, დაგავიწყდა რომ კოსტა ჩემია. ნასტია, შენ ვისთან გინდა გასვლა? მე არტემი მომწონს მე-9-დან. ლეილა, შენ პატრიკთან ხარ? არა. ღმერთო, დავიღალი ამ გოგოებით, ისევ ჩვენზე ჩურჩულები. ხო, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვიყურებენ. გოგოებო, არ შეწყვეთ ჩვენზე ჩურჩულს, ან შეხედე? აჰა. რა? გოგოებო, დაინახეთ რა გვაჩვენეს? გესმით, გიჟები ხართ? ხო, ეს თქვენთვის იქნება. მართალია, გაიგეთ? რა, თავი შეიკავეთ. ხო, თორემ ჩვენ თავზე პასუხს არ ვაგებთ. თქვენ თავზე პასუხს არ აგებთ? ყველანი დაიხიეთ უკან. არ მესმის ბიჭებო, ფიქრობთ რომ აქ უფროსები თქვენ ხართ? ხო, და რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? თქვენს გარშე ვერაფერი გვითქვამს. ხო, ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე. ფიქრობთ რომ თქვენზე ვჩურჩულებთ. ჩვენ არ გვჭირდებით. ვა, ლეილა, ასე ახლოს ჩემთან არასდროს არ ყოფილხარ. ღმერთო, პატრიკ, პრობლემები გაქვს, გოგოებო, წავიდეთ. ხო, კიდევ დაგელაპარაკებით. ხო, მართლა, ესენ გიჟები არიან. ვა, ყვირიან, დაკარგეს უკვე გონება. მე მომეწონა. ლეილა ჩემი სახის წინ სუნთქავდა. იანა, ამას შეხედე, ისევ ბინძური მზერით გამოგხედავენ. მე რა დიანა, აწიანი კაპი და წავედით. ვო, ნახეთ ვინ მოვიდა სკოლაში. ბონდარენკო და ზაიცევა, საუკეთესო მეგობრები. ხო, გამარჯვებასაც არ იძახიან. ვა, რა თქვი? ეჭვიანობა მისე დაიკავა ადგილი, სუნთქვაც აღარ შეიძლება. ხო, იყავი ეგრე. მეგობრებო, დიანა და იანა ბიზნესის ხალხი არიან. მოდი მოვაგვაროთ მათთან. მე წინააღმდეგი ვარ, ჯერ დაველოდები რომ კალათბურთელმა იანა მიატოვოს. მეგობრებო, ვფიქრობდი მთელი ღამე. არ ვეჩხუბები კალათბურთელებს, დაველოდები სანამ დიანას მიატოვებს და მერე ჩემთან დაბრუნდება ცრემლიანი. მეგობრებო, მოდით რამე უთხრათ რომ ეწყინოთ. ჩვენ რა ლუზერები ვართ? ხო, მართალი ხარ. ისე მეგობრებო რაღაცის თქმა დამავიწყდა. დღეს გოგო გავიცანი, 20 წლის არის. და ძალიან მოვწონ ვარ. მაგარია, ძალიან მაგარია. იანა, ეს გაიგე? გოგოს შეხვდა, რომელიც 20 წლის არის თურმე. დიანა ეგ სპეციალურად თქვა რომ გაეჭვიანოს. მაეჭვიანოს კი. გოგოებო, სკოლის ახალი ამბები ნახეთ? რა არის? გვაჩვენე, გითხარი. ესე იგი, 2 კალათბურთელი ხსნის კალათბურთის სექციას და ყველას ეპატიჟებიან. გოგოებო, მე აუცილებლად მოვდივარ. პროვასტი, დამელოდი. კარგით გოგოებო, მე აუცილებლად მოვდივარ. ეს დიანასთვის და იანასთვის შურისძიებაა. მეგობრებო, ხუმრობა გინდათ? ეს კალათბურთელები კალათბურთის სექციას ხსნიან და გოგოებს და ბიჭებს ეპატიჟებიან. მე უნდა წავიდე. ხო, მეც წამოვალ. თქვენ სერიოზულად მიდიხართ? იქ რა უნდა გააკეთოთ? ეს დიანას და იანას ბიჭები არიან. რა უნდა გავაკეთოთ? მივალთ და იმ ბიჭებს მხიარულების სექციას მივცემ. ძალიან მაგრად დავარტყამ ბურთი ატაკზე. კალათბურთელებს ეგონებათ რომ მეც კალათბურთელი ვარ. დიანა, ნახე. ხო, ჩვენმა სკოლამ დაპოსტა. ჩვენი კალათბურთელები თავიანთი კალათბურთის სექციას ხსნიან. უნდა წავიდეთ. ხო, აქ აუცილებლად უნდა წავიდეთ. რა მაგარია, შანსი გვაქვს რომ უფრო მეტი დრო გავატაროთ ჩვენს კალათბურთელებთან. მორჩა, მივდივართ აუცილებლად. მოიცადე, იმედია ისინიც იქ არ მიდიან. რა თქმა უნდა არა, ისინი რა შუაში არიან. ხო, მართალია. კარგი. მზად ხარ იანა? მზად ვარ. კარგი, წავიდეთ იანა. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა, აქ რას აკეთებ? თქვენს კალათბურთის სათამაშოდ მოხვედით? სკოლის ახალ ამბებში გავიგეთ, რომ თქვენი საკუთარი სექცია გაქვთ. ამიტომაც მოვედით რომ ვივარჯიშოთ და არ დაგავიწყდეთ რომ ფულის გამო ჩვენ ერთმანეთს ხვდებით და ყველაზე მეტი ყურადღება ჩვენ უნდა მოგვაქციოთ. არ დაგავიწყდეთ. გაიგეთ? ჩვენ უნდა დაგვეხმაროთ. გასაგებია, კარგი, მაგრამ ორშაბათს ფულის გადახდა არ დაგავიწყდეთ. შევეთანხმდით. გამარჯობა. ჩვენ სავარჯიშოდ მოვედით. კარგი, შემოდით, ახლა გახურების დრო არის. იანა, ესენი აქ რას აკეთებენ? დიანა, ამაზე არ ნერვიულო. ჩვენი ბიჭები ყურადღებას ჩვენ მოგაქცევენ და იმათ არა. ფულს ჩვენ უხდით. ხო, მართალია. აბა მიგვიღეთ? რა თქმა უნდა, მიღებულები ხართ. მოდით, გახურდით. კარგი. მორჩა, წავედით. ხო, წავედით. მწვრთნელებო, გახურებისთვის მზად ვართ. ხო, მზად ვართ. კარგით, კალათბურთი რთული თამაშია. ხო. კი. ხო.
და არსებობს წესები, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ. ჩვენ არ ვართ. და ჩვენ ძალიან გვჭირდება დისციპლინა. დიახ, მწვრთნელო, ჩვენ ვართ ყველაზე მოსრიგებულები. და ვინც ჩვენს მითითებებს არ მოусმეს, გარეთ გადის. გასაგებია მწვრთნელო. კარგით, დავიწყოთ. პირველი გაწევა. ხო, ჩვენ ვიცით როგორ გავაკეთოთ. მწვრთნელო ბროვასტი ვერ ვაკეთებ, არ ვიცი როგორ გავაკეთო სწორად. ვაიმე. მე დაგეხმარები. აქ შეხედე, ფეხი აი ასე წინ. აჰა, გასაგებია მწვრთნელო ბროვასტი. ძალიან კარგად ხსნით, ყველაფერი გასაგებია. გონი უკვე მალე კალათბურთსაც ვითამაშებ. მწვრთნელო ბროვასტი, ჩემი ფეხი არ იწელება. მოკეტე. ჯიჯი, კარგად ხარ? ნასტია, შენ ძალიან კარგად აკეთებ. რა, შენც არ შეგიძლია გაკეთება? მწვრთნელო ბროვასტი, მე ყოველთვის მინდოდა შპაგატის გაკეთება. შეგიძლიათ მასწავლოთ? არ არის ეგ კალათბურთში საჭირო, ამიტომ გაიწელე. დიანა, ამას უყურე, ჩემს ბროვასტისა ფლირტავებიან. კარგიიანა, უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მათ წინა პლანზე და არა ისინი. გოგოებო, ნუ ლაპარაკობთ, ივარჯიშეთ. გასაგებია. ვაიმე, ფეხი, მე მგონი დამეჭიმა ფეხი მწვრთნელო. გითხარით, რომ კალათბურთი რთული თამაშია. მწვრთნელო სმაილი, ეს უნიფორმა საიდან გაქვთ? ძალიან მინდა კალათბურთის თამაში. დიანა, ამას შეხედე, ლეილა უკვე შენს სმაილიკს ეფლირტავება. ხო, მორჩა. აх, მწვრთნელო სმაილი, დამეჭიმა ფეხი, დამეხმარე. კარგი, მოიცადე უნიფორმიანო, რა მოხდა? აх, აი აქ. სად გაქნატკენი? აი აქ დაიჭიმა. სად? მომისმინე მწვრთნელო სმაილიკ, აქ მე და იანა გიხდით ყოველ კვირას $100. ამიტომ უნდა მოგვაქციოთ ყურადღება. გაიგე, გასაგებია? ხო, და სმაილიკ, უთხარი ეგ ბროვასტის, თორემ $100 ვერ მიიღებთ ორშაბათს. გასაგებია. კარგით, ეს არის შემდეგი სავარჯიშო. აბა, საიდან გაქვს უნიფორმა? რიგში დადექი, დროზე. კარგი, ახლა ხტუნაობა, ტანი ქვემოთ, ხელები ზემოთ. მიდით. კარგია, ჩვენ კარგი გოგოები ავირჩიეთ. მომავალი კალათბურთის მოთამაშეები. რა? გოგოებო, ყურადღება არ გაგეფანტოთ. გოგოებო, გააგრძელეთ. ო, ხედავ, ჩვენი ბიჭებიც მოვიდნენ ვარჯიშზე. სპორტმა არ უნდა გატკინოთ. ესე იგი სუსტები ხართ. ვინ არის სუსტი? ვინ არის საყვარელი? თქვენ ხართ სუსტები. თუ კალათბურთის სათამაშოდ მოხვედით, მიდით, მალე გახურდით. ხო, კარგით. მიდით, დანარჩენებს შეუერთით ვარჯიშში და იხტუნეთ. გაიგეთ, ლუზერებო? ხო, თქვენი ხტუნავეთ, ჩვენ შპაგატებს ვისწავლით. ხომ დაინახეთ, რომ ჩვენი ყოფილი შეყვარებულები შემოვიდნენ, ამიტომ ახლა უნდა გვასწავლოთ შპაგატები. ხო და დარწმუნდით, რომ იდეალური იყოს. ხო, თორემ შეიძლება არ გადავიხადოთ. კარგი, მაშინ გავიყოთ. ხო, იანა, ჩემთან მოდი და შენ დიანა, ჩემთან მოდი. მოიცადეთ, ბავშვებო, ეს ნორმალურია? ამან მითხრა, რომ კალათბურთში არ არის საჭირო შპაგატი. კარგი, ყველაფერი გასაგებია, მოვედით, მაგრამ დაგვაიგნორეს, თელ ყურადღებას თავის შეყვარებულებს უთმობენ. აუ, შვიდად იყავი. და რამდენ წამში შემეძლება შპაგატის გაკეთება? რამდენ წამში არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე კვირაში აუცილებლად შეძლებ. მოიცადეთ მეგობრებო, ეს რა არის? ეს მწვანე, ეს შერკი ჩემს და იანას ეხება. ხო, და ის ლურჯი სმურფი ჩემს იანასთან არის ახლოს. მოდით იმასთან, მივხედოთ. ხო, წავედით. მოდით მეგობრებო, მოვდივართ. Яна, ნახე, დიმა და არტემი მოდიან. ხო, დიანა, ძალიან ეცადე რომ შპაგატი გააკეთო. მე არ მესმის შპაგატს რატომ აკეთებ? თქვენ კალათბურთს ასე ასწავლით? ეს ჩემთვის კალათბურთს საერთოდ არ გავს. ხო, ჩვენ შპაგატებს ვაკეთებთ. ამაზე რამე პრობლემა გაქვთ? დიმა, ხელს ნუ გვიშლი ვარჯიშში. ხო, დიმა, ჯობია რომ უკან დაიხიო. გაწუხებთ? შეწუხება არ მინდოდა, უბრალოდ წყლის შემოთავაზება მინდოდა. აიღეთ. ო, ჩემი ყელი ზუსტად მშრალია. სინამდვილეში ეს დიანას ბოთლია და დიანას მოუტანე. დიმა, რომ იცოდე სმაილიკი და მე წყალს ერთი ბოთლიდან ვსვავთ. არა უშავს დიმა, გავარკვევ რამეს. ახლა კი გოგოებო, უნდა დამშვიჯდეთ. თქვენ ერთი წუთი გაქვთ. იანამ და დიანამ თავი მომაბეზრეს. ჯული, რაღაც უნდა გავაკეთოთ. ხო, წამო. რატომ დგახართ? მიდით, გააგრძელეთ ვარჯიში. მწვრთნელო სმაილიკ, მე მინდა რომ ხიდი გავაკეთო და შეგიძლიათ რა გინდათ რომ გავაკეთო? უნდა დამიჭირო. კარგით, აიღეთ ხალიჩები. მწვრთნელო ბროვასტი, შენ დამეხმარები ხიდის გაკეთებაში? ხო, აიღეთ ხალიჩები. კარგით, მორჩით, ყველანი გარეთ და ასე არავინ არ დაშავდება.
და ასე მარუსა და ჯული ხიდს გააკეთებენ. ხო, ხიდებს. ახლა ჯული ხიდს გააკეთებს და მე პირდაპირ თავში ვესვრი მწვრთნელს. სწორია დიმა, შური უნდა ვიძიოთ. კარგით გოგოებო, რას ელოდებით, გააკეთეთ ხიდი. მაღლა. მიდი, უფრო მაღლა. ვაი, მე ხიდი გავაკეთე ძლივს. მწვრთნელო, შეგიძლია კიდე ცოტა ხანი დამიჭირო, პირველად ვაკეთებ ხიდს. მარუსა, საკმარისია პირველი ცდისთვის. დიმა, მიდი, მოიცადე არტემ, უმიზნებ. მარიუსა, ეს რა არის? რა დამეცა? ჯული, ეს სმაილიკი ამ მწვრთნელი დაგეცა. ჯანდაბა, სმაილიკ. დიანა, იცი პირველად დახმარება როგორ უნდა ჩაატარო? რატომ დგახარ? მწვრთნელი არ დაგეხმარება. ჯანდაბა, იანა, არ ვიცი, იქნება არასწორად გავაკეთო რამე. დიანა, ახლა ან არასდროს. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დააჭირეთ ზარს. ახლა მე ვეცდები მწვრთნელი სმაილიკი გადავარჩინო.